იუპიტერის დიდი საიდუმლო. ასტრონომებისა და ასტროფიზიკოსებისათვის მზის სისტემის მასშტაბით პლანეტებს შორის ყველაზე საკურველი პლანეტა იუპიტერია, რომელიც ლოგიკის მიხედვით იმ ადგილზე, რომელსაც ახლა იკავებს, ნამდვილად ვერ წარმოიქმნებოდა. ოფიციალური მეცნიერება აღიარებს, რომ მზის სისტემა ანომალიურია და სხვა სისტემებისგან განსხვავებულად არის მოწყობილი. მაგრამ რატომ? იქნებ მართალია აზრი იმის შესახებ, რომ რაღაც ძალებმა მზის სისტემა ხელოვნურად შექმნეს და აქ ექსპერიმენტებს ატარებენ. ხოლო დედამიწა ერთი დიდი ლაბორატორიაა? კითხვაზე მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი თუ არა, პასუხის გაცემა ერთ მნიშვნელოვნად შეუძლებელია. თუმცა იმის წარმოდგენა შეიძლება, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელსაც პლანეტების საკუთარი სურვილის შესაბამისად განლაგება შეუძლია. რელიგიების მიხედვით ეს ძალა ღმერთია, თავისი სხვადასხვა ახსნით და ფორმით. 1948 წელს ასტრონომი ფრედ სვიკი ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავებზე თერმობირთვული ბომბების ჩამოყრის შემთხვევაში მისი დაჩქარება და ვარსკვლავის სისტემის გადაადგილება შეიძლება. თან კოსმოსში გადაადგილებისას ვარსკვლავი დიდი მასის გამო კავშირს არ გაწყვეტს თანამგზავრ პლანეტებთან და კოსმოსში მზესთან ერთად ჩვენს ვიმოგზაურებთ. მზის სისტემა ანომალიაა? რაც შეეხება თანამედროვე კვლევებს, კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა თავისი 4 წლიანი მისიის მანძილზე ათასობით სამყარო აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უამრავი პლანეტა არის. მაგრამ უფრო გასაკვირი ის არის, რომ მან მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა მზის სისტემის შესახებაც. აღმოჩნდა, რომ სხვა ვარსკვლავების სისტემების ფონზე მზის სისტემა ნამდვილად ანომალიაა. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს კეპლერის პლანეტარიუმის ანიმაციაზე, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა ითან კრუზემ შექმნა. მასში კრუზე კეპლერის მონაცემთა ბაზიდან აღებული ვარსკვლავების პლანეტარულ სისტემებს მზის სისტემას ადარებს. განსხვავება მზის სისტემასა და დანარჩენი ვარსკვლავების სისტემებს შორის უდავოდ თვალშისაცემია. ადვილი შესამჩნევია, რაოდენ უცნაურად გამოიყურება მზის სისტემა სხვა სისტემების ფონზე. კეპლერის მისიის დაწყებამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეგზოპლანეტების სისტემების უმრავლესობა ისევე არის მოწყობილი, როგორც ჩვენი მზის სისტემა. პატარა მყარი პლანეტები ცენტრთან ახლოს არის, ხოლო გაზიანი გიგანტები უფრო მოშორებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. კეპლერმა აღმოაჩინა იუპიტერის ხელა გაზის გახურებული გიგანტები, რომლებიც ფაქტობრივად ეხებიან იმ ვარსკვლავებს, რომლის ირგვლივაც ბრუნავენ. მეცნიერებმა 700 უფრო ზუსტად კი 685 ვარსკვლავური სისტემა შეისწავლეს და არც ერთი მათგანი არ გავს ჩვენს მზის სისტემას. მის ხელოვნურობაზე რა გითხრათ, მაგრამ აქ რაღაც ისე ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით ბევრი მეცნიერი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ისინი